Stand. Yeah. I Mitriak Quebec, Didi Quevia. Hedati. Gavrets Heda Gashera. I Akamushao. I Akamakisha. Satatawa. Turame Kenti Maitsunasamu. I esquebi superam irdeba, aceleba. Es ertat gilas ro davalago. Mere romeli feri mჭირდება მე. Უნდა გადმოვქეკო და გადმოვქეკო. ესე კიდე. მე ყველაფერს ვხედავ, რომელი ფერი სადამ აქ ხედავ ჩვილო. შავი ფერი იქის, იქაი ყველანაირი ფერი. ხო, წავიდეთ ახლა გალერეაში. გავაკეთე ლენინის პორტრეტი ხორბლის მარცვლებით გაკეთებული. წვიმაში მოყვადა რამდენიმე ხნის შემდეგ, რომ მივედი. ლენინის პორტრეტი კი არ იყო, ჯეჯილი იყო. და მიწვეული ვიყავი მოსკოვში და იქ მქონდა გამოფენა და მემრე უკვე 83 და 85 წელში მე საფრანგეთში ამოვყავი თავი. მე ძალიან ბედნიერად ავწლი ჩემ თავს. აი ესაი ყრილობის დელეგატი რო ვიყავი. და მენდალიც ამაქვს. უბრალოდ არ ვიყავი იქა მთავრობის სასახლეში. პური ვჭამე. შევარდნეთესთან ერთად. ყოველდილი თუ ვარჯიშობ, ასე გავაკეთებ. ასე და ყველაფერი მოძრაობს ეს. და ამიტომ ისე მხნევდება ადამიანი, რომ იმ ასაკს უკვე ვეღარ აქვს ხალისიანად წამოდგები ლოგენიდან და უკვე აზრიც მოდის, რა უნდა გავაკეთო. გამარჯობათ ყველას. ძალიან ეშმაკია. არ ვიცი, სულ ფიქრობდი ისეთი რამე გამეკეთებინა და თამაშობაც ისეთი რამე, ანუ სცენარი ისეთი რამე გამეკეთებინა, რომ იქ ჭამაობა ყოფილიყო, იმიტომ რომ შეიოთა. მერხებში ბავშვებს პური რჩებოდათ ხოლმე. მე დავივირბენდი ხოლმე მთელ გაკვეთილ იმ მერხებს და პურს მოვაკუჩებდი და რომ მივიდოდი სახში. ჯერ სახში არ ვარ შესული და ეზოდან უყვირი დედა პური მომაკ. აბა გამარჯობა. უნდა ვთქვა, დღე არ არსებობს, აი ცუდი ზამთარი რო იყო, აი დიდი ზამთარი გქონდა. 2 დღეში ერთხელ, 3 დღეში ერთხელ რო არ მოსულიყო არ შეიძლება. ეუბნებოდი რას აკეთებთ, კაცო? არ წაიქცეთ ან რაღაცა. არა, ამე უყურეო და ფეხებს ისა ტოფლებზე ეს ნასკები ხონდა ამოწყო. რო არ წავიქცევი ამიტომ. და ხელსარელი არ მოდიოდა, თხილს მოგვიტანდა ხოლმე პარკით. მიირთვითო და გავიდოდა. სხვა არაფერი. აი თუ რა უნდა მოკა, რადო სიკვდილია. რადო სიკვდილია. ასამბლე, ჩვენ ხონა მოვაროთ ჩემს სურათს. მოვლით. ჩვენ იუბილე გადაუხადეთ და მაშინ შევპირდი რა, შევპირდი კი არა, უბრალოდ თქვით ერთმანეთს პირობა მივეცეთ, რომ 100 წლის იუბილეს ვიხდით. 1927 წელს დაიბადა ჩემი ძმა. 1930 წელს დედამ ჩვენ ტყუპები გაგვაჩინა. 30 წელი შიმშილობის წელიწადი იყო. დიახ, შიმშილით ჩემი ძმა მოუკვდა. შიმშილით ჩემი ტყუპის ცალიც მოკვდა. მე გადავრჩი, რო ხედავდა ხელიდან ეცლებოდა შვილები, ესეც არ მომიკვდესო. ჩემზე გაიფიქრა და ადგა და ხელი გაიწოდა ლუქმის საშოვნელად. და როდესაც დედა ჩემი უფრო დაუძლურდა, მეზობლებმა ბავშვთა სახლში მიმაბარეს. მაშინ ვიყავი 2 წლისა.
15 წლისა რომ შევსრულდი, ვიღაცას უნდოდა ჩემი თავი შვილად აიყვანა, მაგრამ დედაჩემმა რომ გაიგო რომ შვილად უნდა აიყვანოს, ჩემი შვილიო, არ წამართონო და აღდგა და პრიუტიდან გამომიყვანა. დავიწყე ფაბრიკაში მუშაობა და პირველი ხელფასით პური ვიყიდე, იმიტომ რომ მე მხოლოდ ნატეხები მახსოვდა, მთელი პური არ ვიცოდი რამხელა ცხებოდა და აი პირველი ხელფასით ვიყიდე მთელი პური და დავაფიქსირე. მე ეს სურათი ძალიან მიყვარს. ესენი რო არ ვაკეთო, ჩემი სიცოცხლე არაფერიც არ იქნება. მე შემიძლია მრავალი შვილი შევძინო ჩემ სამშობლოს, ოღონდ მშვიდობა იყო და მშვიდობის ვირგვილს მტრედელი თავზე აღიარეხდა. ამაზე მე დიდი პრემია მივიღე. მოლაპარაკე გედები, ჩემი ავტოპორტრეტი სარკეში ვიყურებოდი და მივიღე ისე გავაკეთე. ეს დედაშვილობა არის. ეს ბიჭი, ამისი მამა ავღანეთში მსახურობდა და ეს სკოლაში რომ სწავლობდა, ხუთიანი მიიღო. ეს ხუთიანი რომ მიიღო, თავის ტოლ ბავშვებს უთხრა, ბიჭებო, ხუთიანი მივიღე, მოდით სამაღარიჩო თომაობა ვითამაშოთ. გააჩაღეს ცეცხლი პალა-ბალას წაუკიდეს, თვითონაც იწუნწკლებდნენ ამ ბენზინს, ვინ მალე ჩაიქრობდა, ეს ომი იმითომ. ხო და ცეცხლისალი ისეთი ძლიერი იყო, რომ ბავშვი ვერ ასწრობდა ჩაქრობას და შველას ცხოვრობდა. ბავშვები შექმნენ, გაიქცნენ, თავიანთ მშობლებს დაუძახონ, ვიდრე მშობლები მოვიდნენ, ბავშვი დაიწო. ასეთი ტრაგიკულად დამთავრდა. მე ეს სურათი იმიტომ კი არ გავაკეთე, რომ ეს ტრაგედია ბავშვებმა გაიმეორონ, არა, რომ არც ერთმა ბავშვმა ასეთი სისულელე აღარ ჩაიდინონ, ეს იმიტომ. ეხლა ამის მშობლებმა მითხრეს, რომ მოგვეციო ეგ სურათიო, ჩვენი შვილისაო და მე უთხარი, მაპატიეთ მეთქი, ეს თქვენი შვილი იყო, მაგრამ დღეს უკვე ეს ჩემი შვილია მეთქი. ამიტომ მე ვერ გავბედავ, რომ ეს ვიღაცას მივცე. ამ ქალბატონის ბიჭი აფხაზეთში ომობდა და დედას მოსწერა წერილი, დედა, მე აფხაზეთში ვიბრძვიო. დედამ რო წაიკითხა წერილი, აი და პატარა ვარდის ტოტი როა, ეს შვილის წერილია. ხო და დედამ რო წაიკითხა, დედას წერს, შვილო, გაუფრთხილდი აფხაზ ძმებს, ისინი ხო ჩვენი ძმები არიან და ამიტომ აი ასე ლამპის შუქზე დედას წერს წერილს. ხედავ თავშალი როგორ არის გამოყვანძული, როგორ გავაკეთე ნატეხებით. გროშიც არ მაქვს გადამალული, მაგრამ მასპინძლობ შემოსულ სტუმარს, კეთილი გულით, კეთილი სულით, არა მყავს ოქროს ჩიტები, ვერაუშენებ სახლებს, მეგობარ, მაგრამ თუ რამე გაგიჭირდებათ, ვერთი დაგიდგეთ, ისიც მეყოფა, დარდობ მაწუხებს, დარდი ნამდვილი, რაც მაბადია ამითი ვხარობ, შრომა ცხოვრების გზას მიადვილებს, ესაა ჩემი სიცოცხლის